რა დღეში ხარ გოგი? გოგი რა დღეში ხარ? ჰა? რა დღეში ხარ ჩემო ლამაზ? ლავშტავი. ზიანი დღე. წუხანდელი სიგიჟის დღე აღარ არის, წუხანდელი ქარი შეხედეთ. თვალებზე სულ ტირილები მაქვს, იმიტომ რომ ესეთი ამბავია ეს რა არის. ეს საიდან მოიტანა. თვალებზე ბევრი ტირილები გვაქვს. იმიტომ რომ ესენი ყრია აქ. ყველგან. აქ მოუგვია. ბევრი ტირილები გვაქვს. ლამაზი ბავშვები. მესამესა დაგყავთ ჩემო ლამაზებო. ჩემო დახატულებო. ვაიმე, უკანა მხრიდან. და წყალი ჩაასხი. იცი რა ქენი ბარბარე ადვილად რო გაავთო. 8 ტრიალო. იმას ჩააცვი. და იქიდან ჩამოაცვი. მე გადაატრიალე. ოღონდ წყალი აუცილებლად ახმარეთ, თორე დაგიწვავს. რაღაცა საოცრება, ნუ აი. მუქი რაღაცა. ცისფერი არ არის ეს რაღაცა შავი ჩანს. ნახე ქარისგან ჩემი სარეცხი. ეს ნახე სურს ღაფავს. შპილკა კი აიქაგე. დღეს იონიას აქვს ექსკურსია და წავიდა. პირველ შემთხვევაში მეგონი ვარ გავაყენე. იმიტომ რომ მასწავლებელმა წაიყვანა ბავშვები მარტო. 13 არიანო თუ რაღაცა ეთერი მასწავლებელი. არ გავყევი რა ვიცი. ბავშვებთან ერთად წავიდეს მასწავლებელი უფრო სხვანაირად იქნებიან. ერთი მშობელი მიყოლა მე მგონი. მაი შენ მიყოლი ხო? გონი. ხოდა. ჩვენთან აკეთებენ გზებს და ეხლა არიან ცენტრალურ უბანში, აი სადაც ჩვენი ის გზაა და სადაც მარშრუტკები დადიან. მე როდის ხადახარეს ესენი ხარ. და ანუ თუ არ იცი მარშრუტკის მოძრაობის განრიგი, ფიზიკურად ვერ მოხვდები მარშრუტკაში. და ისა რა ქვია, ლოკაციები სად მიდის და სად არა. შეცვალი სხვა გზა არ ჰქონდათ. ცენტრალური გზა არის დაკეტილი და დადიან ჩორნი ხოდებით. და იონეს უთხარი რომ მოკლედ მეთქი რომელი მარშრუტკაც გამოივლის პირველი მარჯვნიდან, მარცხნიდან არა აქვს მნიშვნელობა პირველი რომლიდანაც გამოივლის იმას უნდა გაყვი. ხო და ეხლა რომელია და 1-2 წუთში დაურეკავ ერთი. გაყვა თუ ისევ აქ. დღეს პლინტუსების დღე გვაქვს, სავარაუდო უეჭველი უნდა გაწვიმდეს. უეჭველი. ხომზე იყო ეხლა და ხო განათებულია, მაგრამ ნელა მუქდება. ცა. მარშრუტკის ხმა. დაურეკოთ იონეს. აბა თუ არის მარშრუტკაში. მე მგონი ხა ალიხევში გადასულ მარშრუტკაშია, ტევალში. აიგები? წესთუნა ჩამჯდარი იყო. ჩაჯე ქივალი. აბა მარშრუტკის ხმა იყო თითქოს აქეთ, არა? ეს არის რა ქვია, ეკლესიაში ვარ, მოსისთან ჩავიდი რა. რითი ჩახვედი? ახლა დიაწოს გიორგი ცაკარი. და ის რა ქვია, ეს მოთაკიდან მარშრუტკაზე არის ჩამოვიდა. ხო. მანდე და ყველა მან გამოვიდა იგივე იქავიდა რა ქვია, ალიხევში მარშრუტკაზე ჩავმოსდა. ალიხევში თუ ტევალში? ალიხევში გადავიდა ტევალში. წესით ეგ მაგამ უნდა ჩამოიაროს 15 წუთზე, 5 წუთია მოდის, გარეთ გადით დროზე, თორე ვერ გახვალთ. მე გარეთ აღარ ეხმოვდი ამ წელს, გიორგი ლარზე არის მოსულები. ზარებს ეკავს.
აი ხა ჩამოივლის უკვე. აი აბა დაგირეკავ ცოტა ხანი. ეს მომავალს ვიყავს. ყავდეთ ასტიქაროსნები. ივანეც და გიოცო. მიდი. მამაოს ბიჭი. ივანეს კრასი. აი ხარ ვიყავ ქორწილში, მაგისი ძმა. კიდე ორი ძმა და ერთი და ერთ მამროვ. ხუთი ბიჭი. ნიკოლოზი, გიო, ანტო, კოსტა და სტეფანე. და ელენი. კიდე რამდენის ქორწილში ვწავით. თავით დავიფრდი რა. ფეი გამითავდა ამასობაში ხალხლო. ის რაღაცა მაიმუნობა კი მაქვს. არა ეგ რაღაცა მაიმუნობა ვიშობს ხოლმე ხელს. აი ეს ხელის კრემი გამითავდა. ეივონისა მქონდა და შეიძლება კარგი იყო რამდენი ხანია მაგრამ იცი რა უნდა ვქნე ხა ეივონში თამუნა ეივონში თუ ფაბერლიქშია თამუნა ჩემი წელი მოიცა აი ეს გამომიწერა თამუნა ეს ფაბერლიკი ხელის საპონია თევზიანი და რაღაცეებისთვის ძალიან მაგარია მივრიანისთვის ძალიან მაგარია ეს ცუკო გაბიში ივანე მირეკავს ხო ხა ხო კაი ხუთს ჩაგირიცხო ფიფი 019 დიეზი და მიყვე ინტერნეტი ჩაურიცხოთ. მზეს ხომ მოვასწარით. ეხა აღარ არის მზე. არა და იყო. ფაქტია. ეს მობაილ ბანკები კარგია. მობილური შევსება აიჩე კონტაქტებიდან და აღარ იცოქი წინაზე ესე რამდენიმე წლის წინ ჩაირიცხა. გაბიგეთ ჩაირიცხა. მამიდა ჩემს ესე მობაილ ბანკიდან უნდა ჩაირიცხა. მე მგონი მამიდა ჩემში იყო კი? მამიდა ჩემი. თუ სწორად მახსოვს კი? 5 ლარი. და ჩაირიცხა და 5 ლარის გვერდზე ნულიანი როგორ აღმოჩნდა ვერ გაიხსენა. 50 ლარი ჩაირიცხა ანგარიშში. ხოდა? მარადჟავს ხონდა. დღეს გეგმა. რას ვაკეთებთ დღეს? ფუცელი цаრიელი არაფერი არ ვიცი. ინტერპრეტაციას მეყვებით. თავი არ გაწვიმდეს რომ ცხეთაში მიდიან და არ გაუწვიმდეთ. რას ვაკეთეთ? არც არაფერს. თუ ხარ გვიან დავალაგეთ, ხო და ძალიან კარგი. ნახევარზე უნდა გავიდნენ წესით 23 წუთია. ზოგადად როცა ეგ ხო სცენია ჩვეულებრივი ყველასი რომ ანუ რო ვიტყვით ამ დროს გავდივართ, მაგ დროს ვერასდროს ვერ გავდივართ. ამიტომ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ცოტა ადრე.
იმედია ეგ უკვე დათქვამი არის ადრე და მართლა არ გავიდნენ და არავინ დატოვებს დაიცეთ. ცხელი ის გადამეყნება. დიახ, ხალხი არც კათმები არ გამომეშვა მზეს მაინც დახავდნენ. ვაი, მე როგორ არიან გადაკვანტულები ეს სარეცხები ერთმანეთზე რა მოხსნის. აი, ეხაც რაღაცა მაშტყა. კაიგე საიტავიდე. დღეს არის 2 ნოემბერი. დღეს თუ არ ვწდები, მამა გაბრიელის ხსენების დღეა. არა? თუ სწორად მახსოვს. 20 ოქტომბერია და 2 ნოემბერი. გილოცავთ ყველას, მამა გაბრიელი გეწეოდეთ, გფარავდეთ. კი, 2 ნოემბერი, მამა გაბრიელის ხსენების დღეა. რამდენიმე წლის წინ ზუსტად 1 ნოემბერი იყო, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, რომ მამა გაბრიელი, არ ვიცოდი რა ისე ადრე წერდით ხოლმე მე და ნინო ლექსებს კლიპად ვაკეთებდით რა. ვამონტაჟებდი და რაღაც ჩემი ჰობი იყო და ეხლა რამდენიხანი არ გამიკეთებია, მაგრამ ეხლა გაიზარდა და ხმა შეეცვალა, ანუ აღარ აქვს 3 წელსაც რო ქონდა, ხო იცით? ხო და ჩავწერე ეგ. იანანეიშვილის ლექსი. ჩავწერე. და სულ შემთხვევით და ანუ აღმოჩნდა ისე რომ სულ შემთხვევით დავდე და 2 ნოემბერი დაემთხვა მამა გაბრიელის ხსენების დღე. ხო და რაღაცა უნდა მეჩვენებინა და ვერ ვნახე. ორი და 14 აი ესენი ჩვენი ლექსებია, მაგრამ ეს ვისია მამაო გაბრიელი. Betlayu Masterliga. ჩავწიო რომ ეს 2019 წელს ხალხო 2019 წელს ნინო იყო 4 წლის. ახალი გამხდარი იყო 4 წლის, იმიტომ რომ ოქტომბერში მაგდადებული. თუ ოქტომბერში და იმიტომ რომ 20 ოქტომბერიც მამა გაბრიელის ხსენების დღეა, ხო? და რატომღაც მახსოვდა დღესაც. დღესაც მასე ყოფილა. და მე ეს ლექსი ბევრმა აიღო. აქაც ჩავსვავ იმის ბოლოს, ვიდეოს ბოლოს, იმედია YouTube არ დამიზოგადად ამ რავი სიმღერას აღარ აბლოკავდა ხოლმე და მუსიკას უფრო სწორად. სულ პირველად რომ ლექსი დავდეთ, ეს იყო 3 წლის ახალი გამხდარი იყო ნინო, როდესაც იანანეიშვილის ლექსი დავდეთ დედას არატკინო გული გეხვეწები. 9 მილიონი ნახვაზე ავიდა რამდენიმე დღეში. ეს გავაკეთე ჩემთვის და ნინოსთვის, ხო გითხარით, ჩემი YouTube იყო ჩემთვის უბრალოდ მოგონებების ვიდეო დღიური. და დავდე Facebook-ზეც, რა თქმა უნდა, ორივეს. ხა მაშინ Facebook-ზე უფრო აქტიურად ვიყავი ხოლმე და Facebook-ზე მქონდა რამის 9 მილიონი ნახვა. მაგრამ რაც მიდიოდა, ანუ გარდა იმისა, რომ ნინოს ხმა ისმოდა, წარწერა საერთოდ არაფერი არ იყო, რომ ანუ ვის ლექსი იყო მეც არ ვიცოდი. იმიტომ რომ სადაც ვნახე და მომეწონა, ავტორი არ იყო მითითებული. მე თითქოს მოვიძიე, მაგრამ შანსი არ არის. კარგად რომ მომეძიებინა, აუცილებლად ამოვარდებოდა ვისი ნემცი რაღაც ლექსი იყო. ხო და მოკლედ, ანუ არც ავტორი იყო მითითებული, არც ვინ კითხულობდა ლექსს და არაფერი საერთოდ, ანუ წარწერა არაფერი არ იყო და მაგაში მოვტყუდი მე, მაგრამ მე რა ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის გავაკეთე. ხალხმა დაიწყო
ისე რა ქვია, გადაწერა და ახალიდან თავისთვის დადება და მე უბნეოდი რომ ღმერთმა გაგიზარდოს და ძალიან თბილი კომენტარები იყო და რასრულელია, მაგრამ მე რომ ამათ უწედე რომ რა კაი შვილი ყოლია ღმერთმა გაგიზარდოს პატარა ანგელს ეს ხდი და მადლობას. ანუ ხო მადლობა რაღაცა, მაგრამ ბრაზდებოდი რა რომ ხო უნდა მიუთითო, იმიტომ რომ საკმაოდ ძნელი იყო მაგ ვიდეოს გაკეთება. ჯერ ის რომ იყო 6 სტროფიანი ლექსი და ნინო იყო 3 წლის. მერე ის რომ თავიდან ბოლომდე ანუ ფიზიკურად ვერ ისწავლე და სასაცილოდ ამბობდა სიტყვებს. და მალევე მივყევით ეს მამა გაბრიელის ლექსი, რომ 3 წელსა 4-ისა გახდა თუ არა, მალევე ჩავწერეთ. მე მგონი მეორე ლექსი იყო თუ არ ვცდები. რამაც არანაკლები პოპულარობა მოგვიტანა, მაგრამ ყველაზე ძალიან სასიამოვნო იყო ამ კომენტარების კითხვა. მაგრამ აქ უკვე ჭკვავი ხმარე და აბსოლუტურად ვიზი ლექსი იყო ეს ციანანი, მე იანანეიშვილს მივწერე და რომ გავარკვიე რომ ესეთი ამბები იყო. ეხლა მეც რომ ჩემი ლექსის ორი მესესია იყო და იმით რაღაცა ის იმას მიეღწია თუ როგორც არის რა, ცნობადობა ცოტათი ქონოდა. თქმა უნდა არ მომეწონებოდა, იმიტომ რომ ჩემი იყო და არსად არ ვჩანდი, ხო? ისე როგორც მე არ მომწონდა, როდესაც ჩემი ვიდეო ესე აფრიალეს და მითითებული არ იყო ბავშვი ვინ კითხულობ. მე რომ გავიგე, მივწერე იანანეიშვილს, რომ მეთქი ესე მომივიდა. არ ვიცოდი მეთქი ნამდვილად, ეხლა გავარკვია მეთქი და თუ თქვენ მეტყვით, მეთქი მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამოხმაურება, ამდენი ნახვა აქვს მეთქი, წავშლი მეთქი. ანუ თანახმა ვიყავი, თანახმა რა, ჩემი ლექსი არ იყო და ყველანაირი უფლება ჰქონდა რომ ან რაღაცა ეთქვა, რაღაცა მე ვუთხარი რომ თუ რამე ის გექნებათ აუცილებლად წავშლი და მინდა ნახოთ თქო, გადავლოთ მეთქი თვალი კომენტარებს და ნახვებს, გადაზიარებებს, ძალიან მაგრად მენანება, მაგრამ თქვენი სიტყვას მივყვები მეთქი და თუ მეტყვით წავშლი. ნახა და არ ვიცი, ისეთი თბილი კომენტარები, ისეთი თბილი მესიჯები მომწერა. არა რა სამფურა უნდა წაშალო არანაირად, უბრალოდ თავზეო აღწერაში მიუთითეო, ვინ რა, როგორ ანაირათო და მაშინ მიუთითე. და შემდეგ დავიწყე იანანე მაგლექსით გავიცანი ქალბატონი ია. მე მივყევი მაგის ლექსებს, ალბათ 90% მაგის ლექსები გვაქვს გაკეთებული მე და ნინოს. მე ნინო დაპატიჟა კიდეც თავის წიგნის პრეზენტაციაზე, მაგრამ სამწუხაროდ ვერ წავიდოდით. ქუთაისში იყო და მაშინ არ იყო, რა ვიცი, არც მანქანა გვყავდა, მე მგონი ისეთი რომ იქამდე და ნუ მოკლედ ვერ წავედით. თან ნინო მყავდა ცუდად მაშინ მახსოვს და არავითროსო თბილისშიც გავაკეთებოდა, იქ აუცილებლად დაველოდები ნინოს. სამწუხაროდ თბილისში ყოფნა, თბილისში აღარ დასცალდა კორონა რომ ძვინვარებ და მაშინ ვერაგ დაავადებასაც ებრძოდა და სამწუხაროდ დამარცხდა და დაიღუპა და ძალიან გული დამწყდა ერთმანეთელში ამყოფოს. მაგრამ შემდეგ მაინც გავაგრძელე მისი ლექსების გამოყენება აუცილებლად და ყოველთვის ვუთითებდი ხო. ძალიან კარგი იყო ხოლმე მოკლედ მაგის ის რა და ეხა მამა გაბრიელზე ბევრი იღებს ხოლმე, ძალიან ბევრი, მაგრამ ვეღარ მალავენ, იმიტომ რომ აწერია ყველაფერი. მაგრამ სამაგიეროდ TikTok-ში იყენებენ ხმას, მარტო TikTok-ს ის ფუნქცია ხო აქვს, რომ ხმა გამოიყენო კი. რამდენმა თქვენგანმა მომწერეთ გახსოვს, რომ ეს ხო ნინიკოს ხმა, ეს ხო ნინიკოს ხმა. აი ხა განახებთ, აი ჩავწერ საძიებოში იმას მამაო გაბრიელს სიტყვას და თქვენ ნახეთ რამდენ მსგავსა მოაგდებს, ოღონდ იქ საერთოდ კადრები ის არ არის, რაც მე გავაკეთე. ერთი წუთი გავიგეთ. ეს ხანდახან ესეც შტერდება, ზოგადად TikTok-ი თუ რა ვიცი. და ვიდეოს ბოლოს დაგირთავთ მამა გაბრიელზე ლექსს. მოძებოთ ახლა. მე მგონი აზარზე მოვიდა. აბა მამაო გაბრიელ თვითონი ამოვაგდა. აი ხანახე, აი ეს ყველა ხმა არის გამოყენებული ნინოს ხმა. ხატებზეა გადაღებული უბრალოდ. თორემე ოლულია. აგესნა თუ სადმე.
Mama Gabriel. Mama Gabriel. დიდებაში. ანაშიშენა. ერთად მივედი და Mama Gabrielis კადრები. ერთხელაც ღარ როდესაც განსას იგივე ხდება იმაზე რა ქვია სხვადასხვა ლექსებზე რა. აი აქაც ნახე რამდენი ამოყარა. ხო და მოკლედ გილოცავთ ყველა Mama Gabrielis ხსენების დღეს და ფარავდეთ ყველას. ყველა თქვენ საყვარელ ხალხს, შვილებს, დედებს, ოჯახის წევრებს, რა ვიცი, არავინ ვერ გამომჩეს, სულ ყველას ფარავდეს. მოძებნი ახლა, გადმოვიწერ და დავდებ. იმედია YouTube ვერ ნახავს, იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს რომ ამ მუსიკაზე რა ქვია ის დამადო გაფრთხილება. დროებით მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად. Mama Gabriel. წყალობით უფლისა, მიწამლე, ჩემს გულში, თუ რამე წოლულია. ოდესნა თუ სადმე, წაქცეულს მიპოვი, მიშველე, რადგანაც სიცოცხლე მწყურია. Mama Gabriel, უფალთან დამლოცე, მიხსენი, ცხოვრება ძალიან რთულია. გისმენ და ვედრებით. შევთხოვ და დამოძღვრე, ვიცი რომ თავარი ცად სიყვარულია, მტრითაც და მოყვრითაც, ღირსებით მატარე, სინათლე მომეცი, უკუნით ღამეში, ხანდახან ტყუი ვარ, ხანდახან ტყუდები, ხანდახან ტკივილს გრძნობ აქ. გულისარეში დამლოცე წმინდაო, მომგვარე საშელი, რომ ნებით უფლისა სხეული გაუკურნო. ყოველ დღე შენს ხატს, რომ უყურებ სახეში, მინდა რომ დამლოცო სიმშვიდე მარგონო. რომ აღარავენთო ეშმაკის ხრიკებზე, რომ გულის საჭიჭკნად არ მიცე ყავყურნებს. რომ აღარ დაუგორდე ცხოვრების კიბეზე, ვიცი რომ ღვთისნებას ვერ ვინაყოვნებს. მომეცი იმედი, რომელიც მჭირდება, რამდენად მჭირდება. ხომ იცი მამაო, მე მჯერა სიკეთის უფალი რომ მქვია, გარეშე რომლისას გაქრება სამყარო.